ორიძე გიორგი ნომერი 18 შემტევი ნახევარმცველი ხუბეჯაშვილი საბა ნომერი 10 მარჯვენა გარემარბი გვაზავა ანდრია ნომერი 27 მარცხენა გარემარბი და ლომაშვილი გიორგი ნომერი 9 ცენტრალური თავდამსხმელი სათადარიგოთა შორის არიან მარსაგიშვილი შიო ნომერი 19 მარჯვენა მცველი შემდეგ მაისურაძე ნიკოლოზი ნომერი 16 მარცხენა ცენტრალური მცველი ონიანე იოანე ნომერი 24 შემტევი ნახევარმცველი გოლანძია საბა ნომერი 2 მარჯვენა გარემარბი ადამიანცი ანდრია ნომერი 77 ცენტრალური თავდამსხმელი და ნომერი 17 ტრაპაიძე ნიკოლოზი ნომერი 5 მარცხენა მცველი გუნდის მთავარი მცველი კობა ჟორჟიკაშვილი მცველები ნიკა ძანძავა და რატი ფაფაკერაშვილი სპაერი კარსიცავს ნომერი 1 კანდელაკი სანდრო შემდეგ ნომერი 16 ყებარაძე ანდრია ნომერი 5 მიქაია დემეტრე ნომერი 10 თორდინავა დავითი ნომერი 10 მოლაშვილი იკო ნომერი 11 ზამაშვილი დავითი ნომერი 5 გოგსაძე ამიკო ნომერი 9 რატიანი რატი ნომერი 4 თორთლაძე ანდრია ნომერი 17 ბარბაქაძე გიორგი და ნომერი კერვალიძე გიორგი აი სასტარტო შემადგენლობაში ფორვარდი სათადარიგოთა შორის გახლავან ნომერი 12 მეკარე ვაჩაძე სანდრო ნომერი 8 კალატოზიშვილი გიორგი ნომერი 13 გიორგაძე ანდრია ნომერი 12 ბიწაძე რეზი ნომერი 11 ჩარხნაშვილი ნიბო ნომერი 13 სიხარულიძე თემო ნომერი 14 ძიძიგური სანდრო გუნდის მთავარი მცველი ნიკა გავძელი დიახ აი გუნდებს ხედავთ თქვენ ცენტრალურ მოედანზე წითელი ფორმით ითამაშებს სპაერი და ინტერი კი თეთრ მაისურებსა და შავ ტრუსებში არის დღეს წარმოდგენილი. მატჩის მთავარი მსაჯი საბა სვიანაძე, მას ეხმარებიან პირველი ასისტენტი საიად ეიბოვა, მეორე ასისტენტი ტარიელ მოდებაძე. კი ბატონო, ყველაფერი აბსოლუტურად რიგზია იმისათვის, რომ დაიწყოს დღეს მარაკანაზე მატჩი. დღეს თბილისში ტემპერატურა ამ დროისთვის 14 გრადუსია. მოედნის ცენტრიდან ბურთს თამაში შეიტანენ, ინტერის ფეხბურთელები შეიტანეს, ლომაშვილმა ჩართო თამაში ბურთი. თავიანთ საჯარიმოში არიან ინტერის ფეხბურთელები. აქეთ ზუსტი პასი მარცხენა ფრთაზე, ხიკლეშვილის მისამართით და აი პირველი აუტი შეხვედრაში, ბურთი აუტია და აუტიდან ჩაწვდიან ბურთს სპაერის ფეხბურთელები. ეძებს იქ თავისუფალ პარტნიორს ნომერი 17 მონახა უკან პასი. აი, აკონტროლებენ ბურთს მეტოქის ნახევარზე სტუმრები. უკან, აი, პასი გაკეთდა და ზუსტი მოედნის ცენტრთან ახლოს გახლავან წითელ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები. ლომაშვილი რა კარგი იყო იქ, ხუბეჯაშვილი ჩაერთო საქმეში. კარგი გაგრძელება გუნდის კაპიტანი ნომერი 4 ტალახაძე დათა მიიღო ხუბეჯაშვილმა ბურთი მარჯვენა ფრთაზე ჩაწოდება მეტოქის საჯარიმოში და თავით გამოაქვთ ბურთი თავიანთ საჯარიმოდან სპაერის ფეხბურთელებს. თავიანთ საჯარიმოს სიახლოვეს გახლავან სტუმრები. აწვება, მაღალ პრესინგს ეთამაშება თბილისის ინტერი მეტოქეს და აი კიდევ ერთხელ დატოვა ბურთმა მოედნის ფარგლები, აუტიდან ბურთს ჩააწვდიან სპაერის ფეხბურთელები. ეძებს იქ სტუმარი ფეხბურთელი თავისუფალ პარტნიორს, ჩააწოდეს აუტიდან ბურთი და იქ შესობა დარტყმა და 29 ნომერს შეეძლო ახლა თამაშის სტარტზევე ანგარიშის გახსნა. კი ბატონო, ლაზარე მშვენიერი ფეხბურთელი და ქონდა შანსი როგორც გითხარით და პირველი კუთხური შეხვედრაში მარჯვენა ფრთიდან კუთხურ ჩააწვდიან ინტერის ფეხბურთელები, ამას გააკეთებს ხუბეჯაშვილი საბა. დიახ. ჩაწოდება და პირველ ბურთზე თამაშობენ სპაერის ფეხბურთელები. მეტოქის ნახევარზეა ინტერი. დაეუფლენ ბურთს კობა ჟორჟიკაშვილი შეგირდები და აი ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები. იქ 29 ნომერი ხურციძე ლაზარე გახდათ იმ ეპიზოდში ძალიან კარგი. გრძელდება შეხვედრა, თავიანთ საჯარიმოდან წინ ამოვიდნენ ახლა სპაერის ფეხბურთელები. კარგად მანევრირებს ხუთიანი მიქაია, თუმცა დაკარგეთ წითლება ბურთი.
თამაშგარე მდგომარეობა პირველი შეხვედრაში მსაჯებმა დააფიქსირეს თამაშგარე მდგომარეობა და ბურთი გადაეცემა რა თქმა უნდა ინტერს. არა, სპაერს რა თქმა უნდა, კი ბატონო. გრძელდება შეხვედრა, იქითა ფრთა დაიტვირთა ამ შემთხვევაში, თუმცა რა კარგია ინტერი პრესინგს ეთამაშება. ინტერი როგორც ხედავთ თქვენს ეკრანებზე, ლაზარე ხურციძე უკან პასი. არა, კონჩეტევა მიიღო ინტერმა, თუმცა იქ კარგად თამაშობს ნახევარდაცვაში ხიკლეშვილი და გადააგდო აუძე ბურთი. ყოჩახ ხიკლეშვილი რა კარგი იყო ამ ეპიზოდში აუტი. ჩამოაწოდეს სტუმრებმა ბურთი აუტიდან, გრძელდება შეხვედრა. გვაზავა და აუჩია ბურთი. აუტიდან ბურთს ჩააწვდიან ჟორჟიკაშვილის აღსაზრდელები. სახიფათო ეპიზოდი ინტერის კართან, თუმცა შეტევის კიდევ ერთი ფაზა. უკან პასი. იქ დაკარგეს ბურთი სპაერის ფეხბურთელებმა. ლომაშვილი ფლობს ბურთს. თბილისის ინტერის ცხრიანი მოედნის ცენტრი გადაკვეთეს ინტერის ფეხბურთელებმა. აქეთ ბურთი მიიღო გვაზავამ, ისევ გვაზავა, ხიკლეშვილი. კარგად დაინახა ხიკლეშვილი, უკან პასი გვაზავას მისამართით. ჩააგდო მეტოქის საჯარიმოში გვაზავამ ბურთი, თუმცა ადვილად ეუფლება სპაერის კიპერი ბურთს კანდელაკი სანდრო. ძელი პასი გამოვიდა ახლა სპაერის ფეხბურთელს. დიახ, თუმცა გრძელდება შეხვედრა, დაკარგეს წითლებმა ბურთი. ძალიან მაღალ ტემპში მიმდინარეობს შეხვედრა. თქვენ როგორც ხედავთ თქვენს ეკრანებზე, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. განახლდა შეხვედრა, ტალახაძემ უკან გაუკეთა პარტნიორს პასი. გრძელდება. ყვარაცხელია გახდათ ეს ფეხბურთელი, ცენტრალური მცველი ინტერის. უკან პასი ხუბეჯაშვილმა ყვარაცხელიაზე პასი. მაისურაძე შეცდომა იქ და მე-9 ნომერი დაეუფლა ბურთს. შევიდა მეტოქის საჯარიმოში და წყნარად შვიდა დაეუფლა ბურთს დანიელ კიკნაძე. შესანიშნავი იყო იმ ეპიზოდში. პოზიციურ შეტევაზე არიან ინტერის ფეხბურთელები, გადაკვეთეს მოედნის ცენტრი. აი, გრძელი პასი, თუმცა რა, იქ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა. დიახ, ნულები თქვენს ეკრანებზე, მარცხენა მაღალ კუთხეში. გაათამაშეს ბურთი სპაერის ფეხბურთელებმა, კანდელაკმა შეიტანა ბურთი თამაში სპაერის გოლკიპერმა. აი, თქვენ როგორც ხედავთ, შეცდომა დააშვებინეს ახლა ინტერის ფეხბურთელებმა სპაერს და ბურთი აუძე გადავიდა. ჩამოაწოდეს აუტიდან ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა. გრძელდება მატჩი. თავიანთ საჯარიმოში არიან სტუმრები. თქვენ როგორც ხედავთ, მოკლე გადაცემებით ცდილობენ ფონს გასვლას ახლა, თუმცა იქ გვაზავა იბრძვის ბურთისთვის. იქ დააჯარიმეს ინტერის ფეხბურთელები თავდასხმაში. საბა სვიანაძე რეფერი დღევანდელი შეხვედრის. განახლდა შეხვედრა. სპაერი ფლობს ბურთს, უკან პასი. თუმცა დაკარგეს სტუმრებმა ბურთი. ლაზარე ხურციძე ეუფლება ბურთს. სპაერის ფეხბურთელი თავი თამაშობს, დაკარგეს წითლებმა ბურთი. ეს გახდათ ნომერი 16 ყებარაძე ანდრია. დიახ. ბურთი აი კიპერს აქვს. როგორც ხედავთ, გაათამაშეს ბურთი იქითა ფრთაზე სპაერის ფეხბურთელებმა და მაღლა ეთამაშება თქვენ როგორც ხედავთ ინტერი მეტოქეს. დიახ. აუტიდან ჩამოაწოდეს ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა, ხუბეჯაშვილმა ჩააწოდა აუტიდან ბურთი. გრძელდება მატჩი. ყვარა ბურთთან ჩააგდო მეტოქის საჯარიმოში ბურთი. ისევ შეტევის მეორე ფაზა. ხიკლეშვილი მარცხენა ფრთაზე. ჩაწოდება მეტოქის საჯარიმოში და გადარჩა იქ სპაერი. დარტყმა კარიდან მე-18 ნომერ შეეძლო
ანგარიშის გახსნა, თუმცა არ გამოვიდა და დარტყმა კარიდან. მოედრით ცენტრთან ახლოს. ბურთს დაეუფლა ინტერის კაპიტანი ტალახაძე, კარგი გაგრძელება მარჯვენა ფრთაზე, ზეთხაზე მიუსრო ბურთს ტალახაძემ. ერთ-ერთზე შეუძლია მოტყუება იქ თბილისელს. უკან პასი ჩაგდება მეტოქის აჯარიმოში დაბალი, თუმცა აი კუთხური დააფიქსირა გვერდითი საჯმა ქალბატონი მსაჯი. დიახ. საიათ ეიბოვა მისასალმებელია ქალბატონები ფეხბურთში რა თქმა უნდა. კარგად ასია ბურთი კუთხური. ეგ პირველია ინტერის ფეხბურთელი, თუმცა ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. აუტიდან ბურთს ჩააწვდის ფხიკლეშვილი. იქვია მაისურაძე, უპასავს სწორედ რომ მაისურაძეს ჩაწოდება მეტოქის აჯარიმოში და დიახ. პაუზა შეხვედრაში. ხედავ თავარი არბიტრი საბა სვიანაძე. კი ბატონო, წამოდგა აბსოლუტურად ყველაფერი რიგზეა და თავდასხმაში დაჯარიმდნენ კობა ჟორჟიკაშვილის აღსაზრდელები. ბურთთან კანდელაკი სანდრო. განახდა შეხვედრა. 2-10-იანი თამაშობს სპაერის შემადგენლობაში თორდინავა დავითი და მოლაშვილი იყო. დიახ, გეტყვით რომ ტაიმი 30 წუთს მოიცავს, 2 ტაიმი 60 და აქ ფეხბურთელს ბევრჯერ შეუძლია მოედანზე შესვლა და გამოსვლა და ისევ დასვენებულ ფეხბურთელს შეუძლია მწვანე მინდორზე გამოსვლა. კი ბატონო, ინტერის კიპერი თქვენს ეკრანებზე დანიელ კიკნაძე, ნომერი 99. მაისურაძე ბურთთან უკან თავისივე კიპერს დაუგორა ბურთი დანიელ კიკნაძეს. აკონტროლებს კიკნაძე ბურთს, წინ ძლიერად გადაგზავნა ბურთი დანიელ კიკნაძემ. გრძელდება შეხვედრა. 20-იანი შოთაძე შესანიშნავი ფეხბურთელი. გეტყვით რომ ერთი კვირის წინ 35 საფეხბურთო ახალ განახლებულ სტადიონზე ინტერმა გამართა ამხანაგური მატჩი ამავე გუნდის თანატოლებთან და დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხა მეტოქე. კარგია. ფხიკლეშვილი. ვაზავა კარგად გაცდა იქ 2-2-ს და ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. აუტიდან ბურთს ჩააწვდიან სპაერის ფეხბურთელები ნიკა გავძელის აღსაზრდელები. ჯარიმა რა თქმა უნდა დაჯარიმდნენ ვაზავაზე სტუმრები. პირველი ძალიან სახიფათო სტანდარტი სპაერის კარის მიმართულებით, აი გადათვალა მანძილი თავარმა არბიტრმა, თქვენ როგორც ხედავთ საბა სვიანაძემ საჯი თევანდელი შეხვედრის თავარი არბიტრი. ცოცხალ კედელში 2 ფეხბურთელი აღემართა, იქ ხედავთ თქვენს ეკრანებზე ტეტელაევის პირდაპირ ეთერში. საჯმა მისა ნიშანი ჩაგდო მეტოქის აჯარიმოში და მეორე მოძრაობით ეუფლება სპაერის კიპერი სანდრო კანდელაკი. კი ბატონო, სპაერის გოლკიპერმა კი წინ ძლიერად გადაგზავნა ბურთი. ხედავ და პირველ ბურთზე ეუფლება სპაერი ნომერი 11 ძამაშვილი დავითი. იქ კარგად ირჯებოდა, აი აუცე გადააგდო ბურთი ინტერის გოლკიპერმა დანიელ კიკნაძემ. აუტი როგორც ხედავთ იქით აფთაზე სტუმრები შეიტანენ ბურთს თამაში. შეიტანეს, მონახა იქ თავისუფალი პარტნიორი. კარგი დატრიალება ახლა შესანიშნავი, ხო? და თუმცა იქ ლაზარე ხურციძე ნახევარდაცვაში მედგრად დგას. ინტერი ბურთთან უკან პასი მაისურაძეზე, მაისურაძემ კი თავისივე კიპერს დაუგორა ბურთი. კიკნაძემ აქეთ მონახა თავისუფალი ფხიკლეშვილი ნომერი 17. აქვს მას სივრცე ფხიკლეშვილი წინ დაიძრა ძალიან კარგად. კარგი გაგრძელება გვაზავაზე, მარცხენა ფრთაზე შევიდა მეტოქის საჯარიმოში გვაზავა და თუმცა შენელდა იქ შეტევა, ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. აუტიდან ბურთს ჩააწვდიან ინტერის ფეხბურთელები. გვაზავამ ჩამოაწოდა აუტიდან ბურთი. თავიანთ საჯარიმოს სიახლოვეს არიან სტუმრები. უკან პასი
კარგად აწვება იქ ინტერი, როგორც ხედავთ თქვენს ეკრანებზე, უკან გადაცემა გაუკეთეს კანდელაკი სანდროს და თავის სიანს გადააწოდა ბურთი სპაერის კიპერმა. აწვება იქ ინტერი, თუმცა დაჯარიმდნენ. დიახ, ინტერის ფეხბურთელები თქვენ როგორც ხედავთ. მიმდინარეობს მატჩის მე-14 წუთი ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. კარგად ჩამოიტოვა ახლა ერთი მეურვე, როგორც ხედავთ, იქ ტალახაძე ეთამაშება ერთ-ერთზე სპაერის ფეხბურთელს. გრძელდება შეხვედრა. კარგად გასა ერთ მეურვეს, დარტყმა შორეული და ძალიან არაზუსტი დარტყმა კარიდან. ბურთს თამაში შეიტანს ინტერის გოლკიპერი დანიელ კიკნაძე 99 ნომრით მოთამაშე. ძალიან კარგ კიპერს ხედავთ თქვენს ეკრანებზე. წინ გადაგზავნა ბურთი, პირველ ბურთზე თამაშობენ სპაერის ფეხბურთელები, თუმცა დაკარგეს წითლმა ბურთი. ლაზარე ხურციძე გავხდათ ბურთთან. ხუბეჯაშვილი კარგად აწუხებს იქ მეტოქეს და ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი, აუტიდან ბურთს ჩასვიან სპაერის ფეხბურთელები. არა, დააჯარიმეს იქ. დიახ, კი ბატონო და ხედავთ რომ უკან პასი გაუკეთა თავისიან სპაერის ფეხბურთელმა. მოედნის ცენტრთან ახლოს ბურთს ფლობენ წითლები. აი, ხედავთ თქვენს ეკრანებზე 10-იანი კარგად დატრიალდა. კარგი აჩქარება, კარგი დრიბლინგი, მიუსწრებს იქ. არა, იქ ტალახაძე მჭიდროდ ახლოს ეთამაშება მეტოქეს და ბურთი ასე გაუშვა. აი, გადავიდა ბურთი და დარტყმა კარიდან, კი ბატონო, იქ დატოვა ბურთმა მოედნის ფარგლები. ბურთთან დანიელ კიკნაძე, ინტერის გოლკიპერი თქვენს ეკრანებზე. იქით მარჯვენა ფრთაზე ზუსტი გამოდგა ეს პასი ტალახაძეზე, ხუბეჯაშვილი იბრძვის იქ ბურთისთვის და აი შეაწუხა იქ მეტოქე და აუტი გამოიმუშავა ინტერის ძალიან კარგმა შესანიშნავმა და ტექნიკურმა ფეხბურთელმა. განახლდა შეხვედრა აუტიდან. ინტერი ფლობს ბურთს. ხიკლეშვილი და ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. აუტი. იახ. თბილისის ინტერის მთავარი მწვრთნელი იცით რომ ყობა ჟორჟიკაშვილი გახლავთ, ყოფილი ძალიან კარგი ფეხბურთელი, თავის კარიერაში ითამაშა რუსთავის მეტალურგში, თბილისის ლოკომოტივში, ფოთის კოლხეთში, თბილისის მერანში და თბილისის შევარდენში. სამწვრთნელო კარიერაში მუშაობდა რუსთავის მეტალურგის ესტაფონი, ბათუმის დინამო, ქუთაისის ტორპედო და დუშეთის არაგვიას. ამასთან იყო საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ასევე იმუშავა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. დიახ, აუტი ხიკლეშვილმა შეიტანა ბურთი აუტიდან, გრძელდება შეხვედრა აქვე ჩვენთან ახლოს. მაისურაძეზე უკან პასი და მოედნის ცენტრში ბურთს ფლობს კვარამ კი უკან გადასცა ბურთი თავისივე კიპერს კიკნაძეს. ინტერის გოლკიპერმა კი წინ ძლიერად გაუშვა ბურთი მოედნის ცენტრისკენ, თუმცა იქ ეუფლებიან ბურთს სპაერის ფეხბურთელები. შორი მანძილიდან მოსინჯა ახლა სპაერის მე-17 ნომერმა ინტერის გოლკიპერის მზადყოფნა. კიკნაძის, კი ბატონო, ძალიან კარგი ეპიზოდი გახდათ. ბარბაკაძე გიორგი გაისროლა შორიდან, თუმცა ადვილად დაეუფლა ბურთს, როგორც ნახეთ. კიკნაძე, გრძელდება შეხვედრა. ხურციძე ლაზარე, გრძელდება შეხვედრა, აი, ისევ დაეუფლა ბურთს. ცრუ მოძრაობები იქვე. ერთი ცრუ მოძრაობით, ორი მეორე ჩამოიცილა და რა კარგად აკრიფა სიჩქარე, ყოჩა ხება და ხება. ინტერის 29 ნომერს გრძელდება შეხვედრა. რა კარგი იყო აქ ხიკლეშვილი და ბურთი გაუშვა აუტზე. აუტიდან ბურთს ჩასვიან სპაერის ფეხბურთელები. იახ, მცირე პაუზა, ეძებს იქ თავისუფალ პარტნიორს სპაერის ფეხბურთელი. და ისევ აუჩია ბურთი. ხორიძემ ბურთი გაუშვა აუტზე. სპაერი თამაშობს, ხედავთ თქვენს ეკრანებზე, თუმცა დაკარგეს მათ ბურთი. ყოჩახ ინტერი, ხურციძე, თუმცა აი
ისევ ეუფლებოდნენ ბურთს. ხუბეჯაშვილი მოედნის შუაში, კარგი გაგრძელება, კარგად უპასა იქ გვაზავას, მიუსრებს იქ გვაზავა, არა, ცოტა ძლიერი გამოდგა ეს პასი, მაგრამ რა კარგი ხედვა აქვს საბა ხუბეჯაშვილს, თქვენ ნახეთ ეს ეპიზოდი, ძალიან კარგი ჭკვიანი და კარგი ფეხბურთელი ინტერის 10-იანი დარტყმა კარიდან, ბურთ თამაში შეიტანეს სპაერის ფეხბურთელებმა, კანდელაკმა, სანდრო კანდელაკმა შეიტანა ბურთ თამაში, თუმცა დაკარგეს მათ ბურთი. ხუბეჯაშვილი ფლობს ბურთს, შევიდა მეტოქის საჯარიმოში, ინარჩუნებს ბურთს ხუბეჯაშვილი, თუმცა დაკარგეს ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა. თავიანთ საჯარიმოში ფლობენ ბურთს სტუმრები. ბურთმა დატოვა მოედნის პირითი ხაზი. დარტყმა კარიდან. განახდა შეხვედრა, კანდელაკმა შეიტანა ბურთი თამაში, მოედნის შუაში ფლობენ ბურთს სტუმრები. ხედავთ თქვენს ეკრანებზე, კარგი ცრუ მოძრაობა, ნომერი 16 რა კარგი იყო ამ ეპიზოდში, ყებარაძე ანდრია. ისევ სპაერი ბურთთან, მოედნის ცენტრთან ახლოს. სპაერი ფლობს ბურთს. არ გავიდა ეს პასი, რა კარგი იყო ამ ეპიზოდში ფხიკლეშვილი, თუმცა ისევ სპაერი ბურთთან. შორიდან სადა დარტყმა, თუმცა ძალიან ადვილად ეუფლება ბურთს მარტივად ინტერის კიპერი დანიელ კიკნაძე. არა, არ გავიდა ეს პასი. ტალახაძეზე სახიფათო ეპიზოდი ინტერის კართან. შეტევის კიდევ ერთი ფაზა, თუმცა იქ რა კარგი იყო დაცვაში ლაზარე ხურციძე, ხუბეჯაშვილი, ისევ ხურციძე ბურთთან. უკან პასი კვარაცხელიაზე, კარგი ცრუ მოძრაობა და კვარაცხელიამ თავისივე კიპერს გადასცა ბურთი დანიელ კიკნაძემ, კიკნაძემ კი წინ ძლიერად გადაგზავნა ბურთი მოედნის ცენტრში. მოედნის ცენტრს ხედავთ თქვენს ეკრანებზე, პირველ ბურთზე კარგია ინტერი, რა კარგად მიიღო ბურთი ინტერის მე-18 ნომერმა, ძალიან კარგი შესანიშნავი ბურთის ფლობაა ქორიძე გიორგის. თუმცა დაკარგეს ეთრებმა ბურთი, წითლები ბურთთან, კარგად გასცა კვარაცხელიას ნომერი 11, შორეული დარტყმა და მეორე მოძრაობით კიკნაძე ეუფლება ბურთს. ძანაშვილი დავითი გახდათ ეს ფეხბურთელი, კიკნაძემ წინ გადაგზავნა ბურთი მოედნის ცენტრში. პირველ ბურთზე თამაშობდნენ სპაერის ფეხბურთელები და არა, აუტიდან ბურთს ჩაასწრიან სტუმრები. ჩამოაწოდეს. იქ შოთაძე კარგად ეთამაშება, თუმცა იქ რა კარგი იყო, აღსანიშნავია 10-იანი ინტერის ხუბეჯაშვილი. ჩაჭრა ეს სპაერის გადაცემა. ინტერის გუნდის კაპიტანი ტალახაძე გახდათ თქვენს ეკრანებზე. მარჯვენა ფრთაზე გადაიტანეს ბურთი სპაერის ფეხბურთელებმა, ნომერი 9 გახლავთ ეს ფეხბურთელი. რატიანი რატი და დაკარგეს წითლებმა ბურთი. მაისურაძემ უკან პასი გაუკეთა თავისივე კიპერს კიკნაძეს. კიკნაძემ წინ ძლიერად გადაგზავნა ბურთი. პასი კეთდებოდა ხუბეჯაშვილზე, თუმცა არ გავიდა ეს პასი. დიახ. შეჩერდა მატჩი და იქ არაფერი. და განაახლებს იქ სპაერის ფეხბურთელი თამაშს. კი ბატონო, დიახ, უნდა ითქვას, რომ თამაშს ესწრებიან საკმაო რაოდენობით მაყურებლები, როგორც ინტერის გულშემატკივრები, ასევე სპაერის ხომაგები გახლავან ტრიბუნაზე. განახდა მატჩი. უკან პასი, მიქაიას პასი კანდელაკზე, კიპერი სპაერის, კანდელაკმა წინ გაუშვა ბურთი, თუმცა ვაზავა თამაშობს პირველ ბურთზე ძალიან კარგად. ქორიძე თავიანთ საჯარიმოში თამაშობენ სტუმრები, ძალიან კარგად ინარჩუნებენ ბურთს. სამსვლიანი კომბინაცია მიიღო მე-9 ნომერმა ბურთი გრატიანმა. კარგი გაგრძელება 10-იანი მოლაშვილი იყო. უკან პასი 4 ნომერზე თორთლაძე ანდრია. ხანგრძლივად ფლობენ ბურთს სპაერის ფეხბურთელები, თქვენ როგორც ხედავთ, ნომერი 17 ბარბაკაძე გიორგი. ფლობენ ბურთს, როგორც ხედავთ თქვენს ეკრანებზე. დიახ. გრძელდება შეხვედრა, დაკარგეს წითლებმა ბურთი ქორიძე. და ბურთმა დატოვა მოედნის ფარგლები.
კუთხური მარცხენა ფრთიდან, კუთხურ ჩააწვდიან ინტერის ფეხბურთელები. ფხიკლეშვილი გააკეთებს ამას. ჩაგდო მეტოქის აჯარიმოში ბურთი ფხიკლეშვილმა და არაფერი, ბურთმა დატოვა მოედნის პირითი ხაზი. კანდელაკი სპაერის გოლკიპერი თქვენს ეკრანებზე. იქვე გაათამაშეს თავიანთ საჯარიმოში ბურთი სტუმრებმა, ისევ კანდელაკმა წინ ძლიერად გაუშვა ბურთი. პირველ ბურთზე ყვარაცხელია თამაშობს ალექსანდრე და დაჯარიმდნენ სპაერის ფეხბურთელები, ხელზე მოხვდა იქ წითელ ფორმაში გამოწყობილ ფეხბურთელს ბურთი. მოედნის შუა ცენტრთან ახლოს ყვარა ბურთთან. თქვენ ხედავთ ინტერის მესამე ნომერს. ცოცხალ კედელში ორი ფეხბურთელი აღმართული სპაერის. საჯმა მისცა ნიშანი, გაათამაშეს ბურთი მაისურაძეზე. გაათამაშა ბურთი ყვარან და მოედნის ცენტრიდან ბურთი უკან. გაუკეთა პასი კიკნაძეს. კიკნაძემ კი წინ ძლიერად დაარტყა ბურთი და ზუსტი გამოდგა ეს პასი. გვაზავა მიიღო ბურთი. ფხიკლეშვილი ისევ გვაზავა ნომერი 27. ლომაშვილზე პასი შვენიერი დატრიალდა ლომაშვილი შევიდნენ მეტოქის საჯარიმოში ინტერის ფეხბურთელები დარტყმა და მეკარემ აი მოიგერია ეს ბურთი დარტყმა შორი მანძილიდან დარტყმა კიდევ ერთხელ და კი ბატონო და დიახ ბურთთან რჩებიან სტუმრები სწრაფად განახდა შეხვედრა და ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი ბურთს თამაში შეიტანს ინტერის კაპიტანი ტალახაძე. მაისურაძე. აქეთ მარცხენა ფრთაზე გადაიტანეს ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა, ფხიკლეშვილზე გაკეთდა გადაცემა, ისევ ფხიკლეშვილი, ქორიძე ძელდება შეხვედრა ბურთთან ფხიკლეშვილი ნომერი 17 ინტერის. მაისურაძე თავიანთ ნახევარზე არიან მასპინძლები. გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე და ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. არ გამოპარვია შეხვედრის არბიტრს ეს ეპიზოდი აუტი. 2-17 ნომერი თამაშობს სპაერში, ასევე 2-10 ნომერი. კი ბატონო. ბარბაქაძე გიორგი და კერვალიძე გიორგი ნომერი 17, აი ეს ორი ფეხბურთელი გახლავან და ნომერი 10 თორდინავა დავითი და ასევე ნომერი 10 მოლაშვილი დავითი. კი ბატონო. არა, მოლაშვილი იყო. კი ბატონო, მეტოქის საჯარიმოში არიან ინტერის ფეხბურთელები. წინა ეპიზოდში ხუბეჯაშვილი იყო. ბურთთან ისევ საბა ხუბეჯაშვილი მარჯვენა ფრთაზე. კარგი ფინტები უკან პასი ტალახაძეზე. გავიდა ეს პასი ჩაგდეს მეტოქის საჯარიმოში იყვნენ იქ ინტერის ფეხბურთელები და ბურთს ეუფლება სპაერის გოლკიპერი კანდელაკი სანდრო. საჯმა შეაჩერა მატჩი შეტევაში დაჯარიმდნენ სპაერის ფეხბურთელები. გათამაშეს ბურთი მასპინძლებმა, ყვარაცხელიამ გაუთამაშა იქ მაისურაძეს ბურთი, აქეთ მარცხენა ფრთაზე აგურავებენ ბურთს. ინტერის ფეხბურთელები გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე, თუმცა არ გავიდა ეს პასი, ხურციძის პასი ქორიძეზე. გრძელდება შეხვედრა ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს, თქვენ როგორც ხედავთ თქვენს ეკრანებზე წითლები ბურთთან. ფხიკლეშვილი დასრებაზე რა კარგი იყო ამ ეპიზოდში, თუმცა ისევ ბურთს ეუფლებიან სპაერის ფეხბურთელები. გავიდა ეს პასი ნომერი 10, კარგად დატრიალდა უკან გადაცემა. თავიანთ საჯარიმოში გახლავან სტუმრები. აი ხანგრძლივად ფლობენ ბურთს წითელ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები, თქვენ როგორც ხედავთ. გადაკვეთეს მოედნის ცენტრი სპაერის ფეხბურთელებმა, თუმცა იქ რა კარგია დასრებაზე ტალახაძე. ოჩახ თბილისის ინტერის გუნდის კაპიტანს.
თუმცა ისევ სპაერი თქვენს ეკრანებზე აქეთ მარჯვენა ფრთაზე ზუსტი გამოდგა ეს პასი მე-9 ნომერზე. რატი გრძელდება მათი ბურთის ფლობა, თუმცა ჩაშალეს ეს პასი. კონჩეტევა ხუბეჯაშვილი ნომერი 10 კარგად აკრიფა სიჩქარე მიუახლოვდა მეტოქის საჯარიმოს საბა ხუბეჯაშვილი და არაფერი გრძელდება შეხვედრა იქ ხელზე თამაშს აი გავიდა ეს პასი და ეს ძალიან სახიფათო ეპიზოდი იქ საბა უჩვენებდა საერთოდ რომ აი თითქოს ხელზე მოხვდა ბურთი იქ სპაერის ფეხბურთელს ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი ძალიან სწრაფ ტემპში მიმდინარეობს შეხვედრა მაგრამ ჯერ შეხვედრაში ანგარიში არ გახსნილა და 0-0 თქვენს ეკრანებზე მარცხენა მაღალ კუთხეში მალობა მიმდინარეობს მატჩის 39 წუთი სულ 1 წუთია დარჩენილი მატჩის პირველ ტაიმის დამთავრებამდე სახიფათო ეპიზოდი ინტერის საჯარიმოს მისადგომებთან სპაერის ფეხბურთელები თქვენ ხედავთ თქვენს ეკრანებზე არ გავიდა ეს პასი და აი ასე განმოხდეს ეს სახიფათო ეპიზოდი ინტერის ფეხბურთელებმა ცხრიანი რა კარგად მანევრირებს იქ ინტერის კარგი შესანიშნავი ერთ-ერთი გოლიადორი გავიდა ეს პასი ხუბეჯაშვილზე კარგი ცრუ მოძრაობებს შევიდა მეტოქის საჯარიმოში და ქება საბა ხუბეჯაშვილი ნომერი 10 რა კარგი იყო თქვენ გამეორებითაც ნახეთ ეს ეპიზოდი ლომაშვილი ასევე ხუბეჯაშვილთან ერთად აღსანიშნავია აი იმ ეპიზოდში კუთხურ ჩაასვდის მარჯვენა ფრთიდან საბა ხუბეჯაშვილი ჩააგდო მეტოქის საჯარიმოში ბურთი საბა ხუბეჯაშვილმა შოთაძე გვაზავა არა ბურთს ეუფლება ადვილად სპაერის გოლკიპერი სანდრო კანდელაკი თუმცა ისევ ინტერი ბურთთან მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდება ალახაძის თუმცა დაცვაში კარგად თამაშობდნენ იმ ეპიზოდში სპაერის ფეხბურთელები უკან პასი კვარაცხელიამ კი თავისივე კიპერს გადასაბურთი დიახ დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი ინტერი თბილისი სპაერი თბილისი 0 აი ისა საჯანიშანი და შეიტანეს წითელ ფორმაში გამოწყობილმა ფეხბურთელებმა ბურთი უკან პასი და აი თავიანთ საჯარიმოში სპაერის ფეხბურთელები ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი აუტიდან ბურთ ჩააწვდიან წითელ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები ჩააწოდეს აუტიდან ბურთი გავიდა ეს პასი თუმცა იქ ბურთზე ფეხი წაუკრა გოლანძიამ დიახ შეცვლები განახორციელეს ინტერის წვრთნელებმა გოლანძია საბა ნომერი 2 მარჯვენა გარემარბი მწვანე მინდორზეა ასევე ნომერი 5 ტრაპაიძე ნიკოლოზი მარცხენა ცველი მწვანე მინდორზეა ცვლილებები განახორციელეს როგორც გითხარით ინტერის ცვლილებმა დიახ იქ ხედავ სტანდარტი იბატონო ასევე ნომერი 19 მარსაგიშვილი შიო მოედანზია მარჯვენა მცველი ძალიან კარგი ფეხბურთელი თქვენ როგორც იცით საჯმა გადათვალა იქ მანძილი ცოცხალ კედელში აღიმართა 2 სპაერის ფეხბურთელი ძალიან სახიფათო მომენტი ახლა სპაერის კარის მიმართულებით საჯმა მისცა ნიშანი და მეორე მოძრაობით ეუფლება სპაერის კიპერი ბურთს დიახ კიკნაძეს მივიდა ბურთი. დიახ შეცვლა ასევე ნომერი 12 მეკარე ვაჩაძე სანდრო იცავს მეორე ტაიმში სპაერის გოლკიპერი. აი თქვენ ხედავთ რომ განხორციელდა ასევე სპაერის შემადგენლობაში ცვლილება. გრძელდება შეხვედრა, გრძელდება. სპაერი ბურთთან. ნომერი 10 აი, კარგად მანევრირებს ეს ფეხბურთელი, კარგი ცრუ მოძრაობები, თუმცა დაკარგეს წითლებმა ბურთი. ბრძოლა მეორე სართულზე
იქ თბილისის ცხრიანი გამოდგა ამ შემთხვევაში გამარჯვებული, რა კარგი ლომაშვილი, რა კარგი ფეხბურთელი. კარგი ხედვა აქვს მოედნის ამ ფეხბურთელს, აი მოედნის ცენტრშია ზუსტად რომ ინტერი ცხრიანი უკან პასი ტრაპაიძეზე. ხიკლეშვილი, ხუბეჯაშვილი უკან გადაცემა და ბურთს ფლობს, კარგი ცრუ მოძრაობა, ერთი ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა იქ მეურვე ტალახაძემ, თქვენ როგორც ხედავთ, მარსაგიშვილი, გავიდა ეს პასი, ასევე რა თქმა უნდა, წვანე მინდორზია. ინტერის 77 ნომერი თამაშგარე დააფიქსირებს საჯებმა. ანდრია ადამიანცი ცენტრალური თავდამსხმელი, დიახ. 6-ვე სათადარიგო ფეხბურთელი მოედანზია ინტერის. არა, არ გავიდა ეს. ბურთის ბლობა არ შედგა სპაერის და აუძე გადავიდა ბურთი. აუდიდან განახდა შეხვედრა. წითლები მოედნის ცენტრში. გადაკვეთეს მოედნის ცენტრი სპაერის ფეხბურთელებმა. ლომაშვილი. კარგად აკრიფა სისრაფე ლომაშვილმა და გადაცემა, მაგრამ იქ პირველ ბურთზე რა კარგია სპაერი ნომერი 17 ამ ეპიზოდში. ბარბაქაძე გიორგი აუტიდან ბურთს ჩაასვიან ინტერის ფეხბურთელები. დიახ, სპაერს ყავდა სათადარიგოთა შორის ნომერი 12 მეკარე ვაჩაძე სანდრო უკვე მოედანზია, ნომერი 8 კალატოზიშვილი გიორგი, ნომერი 13 გიორგაძე ანდრია, ნომერი 12 ბიწაძე რეზი, ნომერი 11 ჩარხნაშვილი ნიბო, ნომერი 13 სიხარულიძე თემო, ნომერი 14 ხვედაშვილი ლაზარე და ასევე აქ იყო ძიძიგური სანდრო. კი ბატონო, გრძელდება შეხვედრა 10-იანი ინტერის საბა ხუბეჯაშვილი გახდათ იმ ეპიზოდში, მოედნის შუა ტალახაძე ხლობდა ბურთს, გოლანძია დაეუფლა კარგად ბურთს. იქ რა კარგია, ადამიანცი. გრძელდება შეხვედრა, დაკარგეს თეთრებმა ბურთი. თავიანთ ნახევარზე ხლობენ ბურთს სპაერის ფეხბურთელები, თქვენ როგორც ხედავთ, უკან პასი. ინტერი მაღალ პრესინგს თავაზობს მეტოქეს და ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. გოლანძიასგან გადავიდა ბურთი აუტიდან ბურთს ჩასვიან სპაერის ფეხბურთელები. ჩამოაწოდეს. ტალახაძე თამაშობდა პირველ ბურთზე კარგად, თუმცა სპაერს რჩება ბურთი. რა კარგია იქ, რა კარგი ნომერი 17 ოჩახ ხიკლეშვილმა ბურთი გადააგდო აუძე აქ ჩემთან ახლოს. მე-11 ნომერმა შეიტანა ბურთი თამაში ძამაშვილი დავითი. გრძელდება შეხვედრა, ყებარაძე ნომერი 16, თუმცა დაჯარიდნენ სპაერის ფეხბურთელები თავდასხმაში და ლომაშვილმა გაათამაშა ბურთი. ტალახაძეზე ისევ ლომაშვილი გადაკვეთა მოედნის ცენტრი. თუმცა დაკარგეს ინტერის ფეხბურთელებმა ბურთი. კონჩეტევა მიიღო ინტერმა. 5-იანი მიქაია დემეტრე. გავიდა ეს პასი. მეორე სართულზე რა კარგად თამაშობენ სპაერის ფეხბურთელები. მე-11 ნომერის პასი, თუმცა არ გავიდა ეს გადაცემა. ძამაშვილი დავითი გახდათ ეს ფეხბურთელი. გრძელდება შეხვედრა ინტერი თავიანთ ნახევარზე ბურთთან. ტალახაძე კარგად გასდა ერთ მეურვეს, აქეთ უპასა თავისიანს. მარსაგიშვილი შვენიერი წინვალე ფეხბურთელი. წინ შესანიშნავად მიიწევს. მარსაგიშვილი გავიდა ეს პასი გოლანძიაზე. ნომერი 2 ჩააგდეს მეტოქის საჯარიმოში ინტერის ფეხბურთელებმა. შეიძლება იქ კარგი თამაში. ადამიანცი დარტყმა იქ ლომაშვილის, თუმცა დაიბლოკა ეს დარტყმა. კიდევ ერთი დარტყმა და სამმაგი, ასე ვთქვათ. შესანიშნავი იერიში ახლა ინტერის, თუმცა გოლანძიას დარტყმა ზემოდან აცდა მეტოქის კარს. დარტყმა კარიდან. ბურთს თამაში შეიტანს სპაერი. მეკარე ვაჩაძე სანდრო. შეცვლა განხორციელდა კი ბატონო სპაერის შემადგენლობაში. დიახ, ნომერი 9 შევიდა წვანე მინდორზე, თქვენ როგორც ხედავთ. გრძელდება შეხვედრა.
კარგია, კარგი ლაზარე ხურციძე. გავიდა ეს პასი. ნომერი 10 ხუბეჯაშვილი. იქით კარგად უპასა ფხიკლეშვილს. ფხიკლეშვილმა ჩააგდო მეტოქის საჯარიმოში ბურთი. სახიფათო ეპიზოდი და ბურთს მარტივად ეუფლება მეკარე ვაჩაძე სანდრო. წინ ძლიერად გადაგზავნა სპაერის გოლკიპერმა. ბურთი გავიდა ეს პასი გძელი. პასი გამოვიდა. იქ რა კარგია, რა კარგი. ნომერი 5 ტრაპაიძე დააზღვია იქ ბურთი და ბურთს დაეუფლა. თქვენ ხედავთ ინტერის გოლკიპერი თქვენს ეკრანებზე დანიელ კიკნაძე. ხურციძე ლაზარე ბურთთან მოედნის შუაში. აქეთ მარსაგიშვილმა მიიღო ბურთი. ძალიან კარგი ფეხბურთელი, ძალიან ინდივიდუალურადაც შესანიშნავი და გუნდურადაც რა თქმა უნდა. რა კარგია ინტერის გუნდის კაპიტანი ტალახაძე. გავიდა ეს პასი გოლანძიაზე. მარჯვენა ფრთაზე შეტევაზია გოლანძია. ჩაწოდება მეტოქის საჯარიმოში, თუმცა ადვილად დაეუფლა ბურთს ინტერის გოლკიპერი სანდრო ვაჩაძე. სწრაფად განახლდა შეხვედრა განაახლა. სპაერმა თამაში და ბურთთან, აი, ხედავთ 10-იანი წყინვალე, სწრაფი ტექნიკური საბა ხუბეჯაშვილი. სამი ფეხბურთელი ერთდროულად ეთამაშებოდა ამ ეპიზოდში ახლა. ხუბეჯაშვილს აუტიდან ხუბეჯაშვილი ჩაასვდის ბურთს. ჩამოაწოდა ქორიძე, ისე ხუბეჯაშვილი და კუთხური გამოიმუშავა ინტერის ერთ-ერთი გოლი ადორმა. ეხლა ნომერი 4 ორი მიემართება ბურთისკენ, აი ხედავთ თქვენ ალამთან ახლოს გოლანძია ჩააწვდის ბურთს კუთხურიდან. სტანდარტი მარცხენა ფრთიდან კუთხურ ჩაასვდიან ყობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები. ჩააგდეს მეტოქის საჯარიმოში ბურთი, თუმცა კარგად გამოიტანეს სტუმრებმა ამ ეპიზოდში თქვენ ნახეთ. დიახ, ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი, გაექცა გოლანძიას ბურთი. არა. მანამდე იყო გადასული და აუტიდან ბურთს ჩაასვდიან ინტერის ფეხბურთელები, ეს გააკეთა ფხიკლეშვილმა. ადამიანცმა კარგად გაატარა ბურთი, შეიძლება იქ დარტყმა. მარსაგიშვილი დარტყმა და კუთხური მოხდა იქ სპაერის მცველს და ამჯერად კუთხური მარჯვენა ფრთიდან ნომერი 2 ჩაასვდის ბურთს კუთხურიდან საბა გოლანძია. შეგახსენებთ ანგარიშია 0-0. ჩააგდეს მეტოქის საჯარიმოში ბურთი დარტყმა. ფხიკლეშვილის და ზემოდან აცდა ეს დარტყმა და დარტყმა კარიდან იქნება. ვაჩაძე სანდრო გათამაშეს ბურთი სპაერის ფეხბურთელებმა. აწვება იქ რა კარგად ინტერი და ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. ბურთი რჩებათ ინტერის ფეხბურთელებს. აუტი გოლანძია ჩაასვდის ბურთს აუტიდან ჩამოაწოდა. კარგი ზუსტი გადაცემა გაკეთდა მე-9 ნომერზე კი ბატონო ლომაშვილი გიორგი, თუმცა თეთრმა დაკარგეს ბურთი. პოზიციურ შეტევაზე არიან სპაერის ფეხბურთელები. კარგად ჩამოიტოვა ორი მეურვე. კარგი აჩქარება ნომერი 5 თქვენს ეკრანებზე მიქაია. აწვება იქ მარსაგიშვილი. ფლობენ როგორც ხედავთ, რა კარგად გაძვრა ის 10-იანი ყოჩა სპაერის ორდინავა. გავიდა ეს პასი ნომერი 5 მიქაია. და აი ნახევარდაცვაში კარგად მოქმედებს ინტერი. ლომაშვილის პასი გოლანძიაზე დაკარგეს თეთრმა ბურთი და დიახ დაჯარიმდა გოლანძია ამ ეპიზოდში. ბურთთან წითელ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები. დიახ, ეს მე-5 ტურია, როგორც გითხარით და დღეს გაიმართა მე-5 ტურის სასტარტო შეხვედრა სართიჭალაში შტურმა უმასპინძლა თბილისის იბერი 1999 და დამარცხდა ანგარიშით 0-4. ხვალ გაიმართება ერთი შეხვედრა ვაზისუბანი
გრანჩა ხდება სახიფათო ეპიზოდი და აი სპაერი ეუფლება ბურთს. 28 აპრილს გდანის აკადემია დინამოს სკოლაში ხდება. თენგიზ სულაქველიძის აკადემია თბილისი 2025-29 აპრილს ტური დაიხურება რუსთავში გორდასა და საბურთალო დიდი დიღომის გუნდებს შორის. დიახ. ცირე პაუზა შეხვედრაში აუტიდან ბურთს ჩააწვდიან სპაერის ფეხბურთელები. დიახ, ცვლილებები განხორციელდა ცვლილებები სპაერის შემადგენლობაში. თქვენ როგორც ნახეთ თქვენს ეკრანებზე. კალატოზიშვილი გიორგი ნომერი 8 მწვანე მინდორზეა. დიახ. და ასევე მესამე ნომერი მოედანზეა. გრძელდება შეხვედრა, გრძელდება. ფლობენ ბურთს, მეტოქის ნახევარზე, სპაერის ფეხბურთზე კარგი გარღვევა. მოედნის შუაში სახიფათო ეპიზოდი დარტყმა და ბურთი ხელებში დააფიქსირა. დანიელ კიკნაძეს, ყოჩახ რა კარგი შეტევა და კიპერი ადგილზე დახვდა ბურთს. სწრაფად განაახლეს ინტერის ფეხბურთელებმა თამაში. მოედნის შუა ალახაძე ფლობს ბურთს. ინტერის გუნდის კაპიტანი. აქეთ მარსაგიშვილზე გაკეთდა გადაცემა მარჯვენა ფრთაზე. წინ მიიწევს მარსაგიშვილი და გაექცა მოედნის ფარგლებს გარეთ ბურთი საბა გოლანძიას. დიახ. გიორგაძე ანდრია ნომერი 3 აი სპაერის შემადგენლობაში. მწვანე მინდორზეა, როგორც გითხარით, სპაერის მთავარმა მწვრთნელმა ნიკა გავძელმა განახორციელა ცვლილებები. კი ბატონო, აი, ახლა შემოსული ფეხბურთელი. ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. შეგახსენებთ ანგარიშია 0-0. შეიტანეს ბურთი თამაში აუტიდან წითელ ფორმაში გამოწყობილმა ფეხბურთელებმა. მერვე ნომერი ფლობდა ბურთს. კალატოზიშვილი გიორგი, უკან. აი, პასი და აი ადამიანცი, კარგად გადაატარა ბურთი იქ მეურვეს. ანდრია ადამიანცი შევიდა მეტოქის აჯარიმოში. თუმცა აი გრძელდება. ინტერის შეტევა და შეტევის კიდევ ერთი ფაზა. ხურციძე ლაზარე დარტყმა შორეული და ძალიან არაზუსტი. დარტყმა კარიდან. დრო. დიახ, მატჩის დამთავრებამდე დარჩენილია 15 წუთი. მიმდინარეობს 55 წუთი. ანგარიშია 0-0. მეკარემ განაახლა თამაში სპაერის. დაკარგეს წითლება ბურთი, შევიდა მეტოქის აჯარიმოში. შეიძლება იქ ძელი და არის. ძელმა აიხსლითა და გაიხსნა შეხვედრაში ანგარიში. ძალიან კარგი იერიში სპაერის კარის მიმართულებით ციძე გატანილი გოლის ავტორი ყოჩახ. თქვენ გამეორებითაც ნახეთ ეს ეპიზოდი. ლაზარე ხურციძე ქება და ქება თბილისის ინტერის 29 ნომერს. დიახ, სწორედ რომ ამ ფეხბურთელმა გახსნა შეხვედრაში ანგარიში. ძალიან საჭირო, ძალიან მნიშვნელოვანი გოლი უნდა შეინარჩუნოს ახლა თბილისის ინტერმა ეს ანგარიში რა თქმა უნდა. დიახ, გრძელდება შეხვედრა, 24 ნომერი ონიანე იოანე შემტევი ნახევარმცველი. თქვენ ხედავთ რომ მწვანე მინდორზეა სათადარიგოთა შორის იყო ეს ფეხბურთელი, ძალიან კარგი ფეხბურთელია. იცი თქვენ ონიანი იოანე აქვს ამ ფეხბურთელს გოლის გატანის კარგი ალღოც. კუთხური მარცხენა ფრთიდან ინტერი ჩააწვდის ბურთს, ჩამოაწოდეს თეთრმა ბურთი და განმუხტეს ეს სახიფათო ეპიზოდი ახლა. კონტრიერიში მიიღო ინტერმა
გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე. სპაერის ფეხბურთელები ტრაპაიძე, კონსტანტინე, მშვენიერი, ძალიან ჭკვიანი, სწრაფი, ტექნიკური, ძალიან საჭირო ფეხბურთელი, აუძე გაუშვა ბურთი. ოჩახ, ტრაპაიძე, აუტი. დიახ, მეორე ტაიმი ძალიან დაძაბულად, საინტერესოდ მიმდინარეობს ორ მხრივ შეტევებში და თქვენ ნახეთ, ჯერჯერობით ერთადერთი გატანილი გოლი ინტერის მხრიდან გრძელდება შეხვედრა. გოლანძია. დიახ, სატურნირო მდგომარეობა იბერია 1999 თბილისი 5 თამაშიდან ამ გუნდს აქვს 13 ქულა. დინამო სკოლა 9 ქულით მეორე ადგილზეა. საბურთალო დიდი დიღომი 9 ქულით, გრანდი მოყვება ასევე 9 ქულით, ვაზისუბანი მე-7-ია, სპაერი 6 ქულით მე-6-ია და ლაივ ცხრილში ინტერი ახლა არის ამ წუთისთვის მე-6 ადგილზე. გათამაშების აუთსაიდერები არიან რუსთავის გორდა, თენგის ულაქველიძის აკადემია და გდანის აკადემია 1 და შესაბამისად 0 ქულები. დიახ, მთლიანად ჩავერთოთ შეხვედრაში. აუტიდან ბურთი ჩამოაწოდეს ინტერის ფეხბურთელებმა. პასი ხურციძეზე ერთადერთი გატანილი გოლის ავტორზე. დიახ, ონიანი იქით რა კარგად დაინახა. ხუბეჯაშვილი შევიდა მეტოქის საჯარიმოში. სადა ხუბეჯაშვილი შვენივრად ფლობს ბურთს. წყინვალეა ხუბეჯაშვილი და უჭირთ საერთოდ ზოგადად მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს მასთან თამაში. დიახ, მარცხენა ფრთიდან გოლანძია ტრადიციულად ჩააწვდის ბურთს კუთხური. ძალიან სახიფათო მომენტი, ძალიან სახიფათოა თქვენ როგორც იცით ყოველთვის კუთხური. კარგად ასია ბურთი და პირველ ბურთზე თამაშობს სპაერი. სახიფათო მომენტი ახლა სპაერის კართან. რა კარგია იქ ტალახაძე შეუნარჩუნა გუნდს ბურთი. ხუბეჯაშვილის დარტყმა და დაიბლოკა ეს დარტყმა. გრძელდება შეხვედრა და ბურთმა დატოვა იქით აფთაზე მოედნის ფარგლები. ბურთს თამაში შეიტანენ ყობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები. ხიკლეშვილი გააკეთებს ამას. ჩამოაწოდეს ბურთი ინტერის ფეხბურთელებმა, პასი ადამიანცმა კი ხუბეჯაშვილს გაუკეთა ზუსტი გამოზომილი გადაცემა და დაკარგეს ინტერის ფეხბურთელებმა ბურთი, თუმცა ყისვე დაეუფნენ ბურთს. ლომაშვილი აქეთ მარჯვენა ფრთაზე გადაიტანეს შეტევა, დარტყმა. სახიფათო ეპიზოდი მოიგერია ბურთი სპაერის კიპერმა და აი კი ბატონო გრძელდება შეხვედრა და დარტყმა კარიდან. სპაერი შეიტანს ბურთს თამაში შეიტანეს პირველ ბურთზე თამაშობენ წითლები, თუმცა იქ რა კარგად აწვება იქ ტალახაძე, ხო? შვენივრად, თუმცა მაგრამ დაეუფლნენ ისევ და ისევ ბურთთან არიან სპაერის ფეხბურთელები. არა, ეს პასი არ გავა კიპერი. გამოდის კარგად, წინ მოიგერია ბურთი. კიკნაძე მოედნის ცენტრია ბურთი, თავით კარგად თამაშობს მოედნის ცენტრში ლომაშვილი. ბურთი მივიდა ხუბეჯაშვილს, კარგი ცრუ მოძრაობები, ორ ფეხბურთელს კარგად გასცა. ინტერის 10-იანი მესამე და ყოჩახ ისევ ხუბეჯაშვილი. რა კარგია ხუბეჯაშვილი, ტრადიციულად ყოველთვის ფორმაშია, ასე ვთქვათ. საბა ხუბეჯაშვილი ძალიან ტექნიკური, სწრაფი და ძალიან საჭირო ფეხბურთელი. აქვს ამ ფეხბურთელს რა თქმა უნდა დიდი მომავალი. ბურთი აუჩია. კი ბატონო. აუტიდან არა, იქ ჯარიმა დააფიქსირათ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა და აი ხედავთ თქვენ წითელ ფორმაში გამოწყობილ ფეხბურთელებს წინ გაუშვეს ბურთი სპაერის ფეხბურთელებმა. იქ ახლოს ონიანი ეთამაშება მეურვეს. დაკარგეს წითლებმა ბურთი, კონჩეტა მიიღო სპაერმა, ადამიანცი. უკან პასი ხურციძემ კარგად ჩამოიტოვა ერთი მეურვე. მივახლოდნენ მეტოქის საჯარიმოში, შევიდნენ მეტოქის საჯარიმოში. საბა ხუბეჯაშვილი ჩაწოდება და იქ დაცვა, კარგად მუშაობს სპაერის 4-იანი. კი ბატონო და თორთლაძე ანდრია ფეხი დაუტოვა იქ კარგად და განიმუხტა ეს სახიფათო მდგომარეობა.
სპაერის კართან. აი, ჯარიმა დააფიქსირა იქითა. ალამთან ახლოს სტანდარტი და აი გადათვალა. კი ბატონო, საბა ხუბეჯაშვილი ძალიან აქტიური, ძალიან წინვალე და შესანიშნავი ფეხბურთელი. ცოცხალ კედელშია ორი ფეხბურთელი სპაერის. ჩაგდო მეტოქი საჯარიმოში, ხუბეჯაშვილმა ბურთი, მეკარე კარგად თამაშობს, მოიგერია ბურთი მეკარემ და განმუხდეს სპაერის ფეხბურთელებმა ეს სახიფათო მომენტი. იქ ჯარიმა დაჯარიმდა იქ. ხურციძე. სწრაფად განაახლეს თამაში სპაერის ფეხბურთელებმა. გოლანძია, იქ უნდა ითამაშოს გოლანძიამ კარგად. თუმცა ინარჩუნებენ ბურთს სპაერის ფეხბურთელები. ზუსტი გამოდგა ეს პასი. დარტყმა შორეული და იქ რა კარგია ინტერის ძველი ცენტრალური დაცვის ბურჯი ალახაძე, თუმცა მანამდე მსაჯმა აი ცვლილება კი ბატონო განხორციელდა სპაერის შემადგენლობაში ნომერი 11 გავიდა მოედნიდან და მის ნაცვლად გეტყვით დიახ ზამაშვილი დავითი გავიდა წვანე მინდორიდან ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი აუტიდან ბურთს ჩააგდიან სპაერის ფეხბურთელები და 10 ნომერი შევიდა კი ბატონო ისევ 10-იანი წვანე მინდორზეა მოლაშვილი იყო აუტები წინ მიიწევენ სპაერის ფეხბურთელები ნაბიჯ იქ გადაკეტეს ზონები ინტერის ფეხბურთელებმა უჭირთ ახლა სტუმრებს იქ გარღვევა ხო ინტერი მედგრად დგას ნახევარ დაცვაში და კიდევ ერთხელ დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი ბურთმა ნომერი 4 შეიტანს ბურთს თამაში თორთლაძე ანდრია შეიტანეს სტუმრებმა ბურთი თამაში გრძელდება შეხვედრა დიახ გაძურა იქ მე-11 ნომერი კარგად თუმცა იქ კარგად თამაშობენ დაცვაში ინტერის ფეხბურთელები მორიგი შეტევა მორიგი სპაერის შესრულებით თუმცა რა კარგია იქ დასრებაზე დალახაძე 1-2 მესამე და კარგი ზუსტი პასიც გამოდგა ცოტა ძლიერი გამოდგა გოლანძიაზე გაკეთდა ძალიან კარგი გადაცემა თუმცა ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი როგორც გითხარით ცოტა ძლიერი გამოდგა ეს პასი აუტიდან ბურთს ჩააგდიან წითლები მინიმალურია შეხვედრაში ანგარიში შეგახსენებთ რომ თბილისის ინტერი ამარცხებს თბილისის სპაერს ანგარიში 1-0 გატანილი გოლის ავტორი ლაზარე ხურციძე გრძელდება შეხვედრა აი სწორედ რომ გატანილი გოლის ავტორი იყო თქვენს ეკრანებზე უკან პასი ტალახაძეზე კარგად დაიძრა წინ ტალახაძე თუმცა დაკარგეს თეთრებმა ბურთი ახლოს ლაზარე რა თქმა უნდა ახლოს ეთამაშება ყოჩა იქ ეხმარება გოლანძიაც დაიძულეს მეტოქე რო უკან დაეხია სტუმარ გუნდს გრძელდება შეხვედრა იქ თავით რა კარგია სპაერის ფეხბურთელი 10-იანი ძალიან კარგი ფეხბურთელი გრძელდება სპაერის ბურთის ფლობა უკან პასი კიპერი თქვენს ეკრანებზე დიახ ვაჩაძე სანდრო გრძელდება შეხვედრა დაკარგეს წითლებმა ბურთი ხურციძე ონიანი შევიდა მეტოქი საჯარიმოში და დარტყმა და არაზუსტი და ბურთმა დატოვა მოედნის პირითი ხაზი ბურთს თამაში შეიტანს სპაერი დიახ მატჩი წავიდა დასასრულისკენ ზუსტი გამოდგა ეს პასი კიპერის დიახ 55 წუთი შეხვედრის ბურთმა დატოვა მოედნის პირითი ხაზი 57 წუთი კი ბატონო სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება დაახლოებით 3 წუთი მატჩის დამთავრებამდე წინ ძლიერად გაუშვეს ბურთი სტუმრებმა იქ ტალახაძემ უნდა ითამაშოს კარგად და მარსაგიშვილი ფეხი წაუკრა ბურთზე ახლა მარსაგიშვილი ყოჩაღ მარსაგიშვილი შიო გოლანძია ახლოს ეთამაშება იქ მეურვეს ყოჩაღ გოლანძია უკან პასი სპაერის
აწוება იქ ინტერი და ბურთმა დატოვა მოედნის გვერდითი ხაზი. აუტიდან ბურთს ჩააცდიან სპაერის ფეხბურთელები. გაკეთდა გადაცემა, თუმცა ტალახაძე. რა კარგი იყო ამ ეპიზოდში. ისევ ტალახაძე უნდა იყოს პირველი, რა თქმა უნდა. კიკნაძეზე პასი თავისივე კიპერზე, კიკნაძემ კი წინ ძლიერად გადაგზავნა ბურთი. პირველ ბურთზე თამაშობდნენ სპაერის ფეხბურთელები, თუმცა დაკარგეს წიწლება ბურთი. კონჩე იერისზე გადავიდა ინტერი. და აი დაკარგა თეთრებმა ბურთი, თუმცა აი სახიფათოეს თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სპაერის ფეხბურთელები, სადაც არ გამორჩენია ეს ეპიზოდი. დიახ, უნდა დააწყნაროს რა თქმა უნდა ინტერმა მატჩი და მიიყვანოს თამაში გამარჯვებამდე. დიახ. ტრაპაიძე. იქვია ალექსანდრე ფხიკლეშვილი. წინ ფხიკლეშვილის პასი ადამიანცმა ვერ შეიმაგრა ბურთი, თუმცა გოლანძია მიიღო ბურთი. ისევ გოლანძია. თავბურთი. დიახ. გადაკვეთეს მოედნის ცენტრი. წითლემა, თუმცა ნახევარდაცვა კარგად მოქმედებს ინტერის. ფხიკლეშვილი იყო იმ ეპიზოდში შესანიშნავი. ლომაშვილი დაკარგა ინტერის მე-9 ნომერმა ბურთი. კონჩეტე იერისია. სპაერი იქით მარჯვენა ფრთა ჩაერთო საქმეში. დაიტვირთა მარჯვენა ფრთა და ბურთმა დატოვა მოედნის. დიახ, მიმდინარეობს მატჩის ბოლო წუთი. სახიფათო ეპიზოდი ინტერის საჯარიმოში. დიახ. გრძელდება შეხვედრა. რა კარგია ინტერი დაცვაში. ბოლომდე რა თქმა უნდა თამაში საჭიროა ბოლომდე თამაში და ხურციძე იქ არ უნდა დაჯარიმდეს და არც დაჯარიმდა ფხიკლეშვილი ხურციძე და ბურთმა დატოვა იქ თაფთაზე მოედნის გვერდითი ხაზი. დააწყნარონ უნდა ინტერის ფეხბურთელებმა თამაში რა თქმა უნდა ფხიკლეშვილი შეიტანს ბურთს თამაში. შეიტანეს ყობა ჟორჟიკაშვილი შეგირდებმა ბურთი თამაში. აუძე გადავიდა ბურთი, წითლმა ჩააწოდეს აუტიდან ბურთი, თუმცა დაკარგეს სტუმრება ბურთი. კონჩეტევაზია ინტერი წინ დაიძრა. კარგად საბა ხუბეჯაშვილი. თუმცა დაკარგეს თეთრება ბურთი და ადამიანცი დაჯარიმდა იქ. და 10 ნომერზე კი ბატონო, სწრაფად განაახლეს თამაში სპაერის ფეხბურთელებმა. თუმცა იქ რა კარგია დაცვაში. დიახ, ტალახაძე. დიახ, დასრულდა დღევანდელი შეხვედრა. ინტერი თბილისი, სპაერი თბილისი 1-0 გაიმარჯვა ინტერმა. გულოცავ რა თქმა უნდა ინტერის გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან მოგებას. გატანილი გოლის ავტორი ინტერის 29 ნომერი ერთადერთი